ნუ ერთ წუთში ბევრი რამის თქმა ძნელია, მაგრამ იმას ვიტყვი, რომ ბრძოლისთვის ეს ძალიან ბევრია და თუმცა სიცოცხლისთვის და იმ გმირობებისთვის, რაც ბიჭებმა ჩაედინეს, ძალიან ცოტაა. პირველ რიგში მადლობას მოვუხდიდი და გავიხსენებდი იმ ხალხს, საზოგადოების ერთ-ერთ ღირსეულ წარმომადგენლებს, ვისაც ომის ვეტერანები ქვია. ადამიანებს, ვინც ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ საქართველო ყოფილიყო ერთიანი და ძლიერი. მადლობას ვეთყოდი მათ მშობლებს იმისათვის, რომ ასეთი გმირი ქართველები და კაცები გაზარდეს. ადამიანები, რომლებმაც ქვეყნის სიყვარულისთვის, სამშობლოს სიყვარულისათვის თავისი სიცოცხლე დადეს საღვწორზე. ერთი წამით არ უფიქრიათ, ეომათ თუ არა. ფიქრობდნენ მომავალზე, ფიქრობდნენ შვილებზე, ფიქრობდნენ ქვეყნის უკეთესობაზე, მის სიძლიერეზე, მაგრამ სამწუხაროდ ძალიან ღირსეული მათი ნაწილი დღეს არის დაღუპული. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ აფხაზეთში თუ სამაჩაბლოში კონკრეტულად არც ერთი ბრძოლა მეომარს არ წაუგია. არც 20 ნოემბრის, არც 5 იანვრის, არც 16 მარტის, არც 2 ივლისის, უბრალოდ ალბათ სხვა რამ განაპირობა აფხაზეთში თუ სამაჩაბლოში ომის წაგება, ბრძოლის წაგება. თუმცა იმედი გვაქვს, რომ ჩვენ ქვეყანა იქნება ერთიანი, იქნება ძლიერი და მადლობა უფალს იმისათვის, რომ ქართველი ვარ და დავიბადეთ საქართველოში.